მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლო, ჩვენ ვიწყებთ გადაცემას კონსერვატორია და იგივენიდან გამოსვლა მე რამდენი არ ვიცი, მაგრამ კარგად მიდის ჩვენი გადაცემა. ზოგადად სახეზე გატყობთ კმაყოფილებას, ჩემო ხოცის მეგობრებო. ვიწყებთ მეორე განყოფილებას. ჩვენ რა თქმა უნდა ვიგებთ და ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენი ხელისუფლების ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების დამსახურება ბუნებრივია ხალხის ჭკუა სიბრძნე და გამოცდილება რო არაფერი არ მოხდებოდა და ღმერთმაც გვიშველა რომ ესეთი გეოპოლიტიკური ბოდიში რუსეთის და რასკლადი არის ჩვენს პლანეტაზე დღეს. დავიწყოთ ასეთ საკითხის განხილვით. ნიშნავს თუ არა ის რომ USAID გააფარჭაკა დედაუტირა გამოთიშა დაჩეხა ტრამპმა იმას რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ დაიწყებს საერთაშორისო ექსპანსიას. რა თქმა უნდა არ ნიშნავს ადრე იყო როგორ ადრე LGBT queer რაღაცა მოძრაობებს, რომელიც ტრადიციების ეროვნული დრიტას სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო, ამას აფინანსებდა ЦРУ, CIA, აი ამ ფონდების მეშვეობით, ხნიდა მეხუთე კოლონას, უსამშობლოების მეხუთე კოლონას, კომპრატორულ ელიტას სხვა ქვეყნებში, შემდეგ ეს ელიტა აყანყალებდა სახელმწიფოს და ბოლოს ექცეოდა მის სათავეში და უსრულებდა ყველა სურვილს იმპერიას კი ბატონო. ეხლა ტრამპმა გადაწყვიტა რომ არ არის არც ამის დრო, არც ამის სახსრები, რომ 5 წელი ვიღაცა გენდერშმენდერ ამბები დააფინანსოს, ის მოვა ნებისმიერ ქვეყანასთან, ქვეყნის მმართველთან და ეტყვის რომ ამერიკას უნდა ეს სჭირდება. კი არ დაიწყებს იმის ამბავს რომ მე მგონი პანამის არხთან ადამიანის უფლებები იზღუდება, ან ესკიმოსებს ჩაგრავთ, ესკიმოს გეებს ჩაგრავთ და ამიტომ უნდა დავიცვა მათი უფლებები. არა, მჭირდება. ხო, ჭირდება ეს მხარე. დანიელ, შენ ხო ვერ შეინახავ ამას და თვითონ ცხოვრებასაც უხარიათ რომ ამერიკელები გახდნენ. რა გინდა? რომ მომცე. მილიარდი გინდა და იმ დანიას იმის მაგალითად რომ ვაჭრობა დაიწყო, რაღაცა ყველელი დაიწყო რა. და ნუ რასაც მოხდება, თავისთავად დააბრალოს, მაგრამ მოდის აი ეს ეპოქა. მოდის დილის, მოლაპარაკების, ზელკის დადების ეპოქა. ეს მე მომწონს, იმიტომ რომ გაცილებით მეტი შანსი გვაქვს, მოლაპარაკებლები კარგი ყავს და უფრო მეტი შანსია ღია ვაჭრობაში, ღია ურთიერთობაში. სარგებელი ნახო, ვიდრე აი ვერაგულად და გოთვენულად დაგინგრიონ არა მარტო სახელმწიფო, არამედ ფსიქიკა რა, რასაც ჩვენ უყურებთ, ეხლა არიან შოქში ლიბერდებიდები. მათთვის ინგრევა, ხო? სამყარო. ჩვენ აბა ვიკითხოთ, ჩვენ ნორმალურმა ხალხმა ოჯახებში რომ შემოვიდნენ, დედა რო გვიტირეს, დღის წესრიგი რომ აგვირიეს, შეურაცხყოფები რომ მოგვაყენეს, ჩაგვიფურთხეს სულში, საჭმელში, რა ვიცი, ყველგან სადაც შეიძლება და გაგვაგიჟეს. მაშინ როგორი იყო? აბა თან გამოსავალიც არ ჩანდა რა. როგორც ჩანს გამოჩნდა ახლა ყველაფერი და ყველაფერი დაალაგა უფალმა. მოკლედ, აი ეს ჩემი ანალიზი ესეთია, რომ რა თქმა უნდა, ამერიკის ექსპანსია გაგრძელდება. ბუნებრივია, ამერიკა ვერ მისცემს თავს უფლებას სრულად იზოლაციაში წავიდეს, ჯერ თავის ქვეყანას და თავის მატერიკს კონტინენტს მიხედავს, მაგრამ ურთიერთობა ექნება ესეთი. აბა? მოდი შალომენ დავიწყებ ერთ ძალიან მარტივ რამის ახსნეთ რა, რომ საერთოდ ნებისმიერ სტრუქტურას აქვს თავისი ინერცია და აქვს თავისი ლოგიკა. ანუ რას გულისხმობ მე რა? სინამდვილეში ეს თელი ეს ორიენტირება ქალებზე, გეებზე, ტრანსებზე თავის ლოგიკა ქონდა, იმიტომ რომ დავშოთ საქართველოსნაირ ქვეყანაში თუ შენ თელს პოლიტიკას მიმართავ იმაზე, რომ ესენი იყვნენ წამყვანი ძალები, ამაშიც იყო რა ლოგიკა. ლოგიკა იყო რაში, რომ მაგალითად საქართველოში ოპოზიციაში ვინც არიან ხალხი, შენ თუ ამას წამოწევ წინს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ეს ხალხი, რომელიც ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობას არ მოსწონს, აუცილებლად იქნებიან მუდმივად მარგინალები, მუდმივად შენზე შემყურეები. ოღონდ ამან გამოიწვია ორი დიდი პრობლემა. პრობლემა ნომერი 1. საქართველოში და ნებისმიერ ქვეყანაში ასეთმა შერჩეულმა ხალხმა აღმოაჩინა, რომ ეს ხალხი არიან უნაროები. ანუ უნაროები არიან, ანუ ესენი არიან ხალხი, რომლებიც ღებულობენ ფულს და ამ ფულს ვერაფერში ვერ იყენებენ და უკვე ძალიან ბევრი მაგალითი აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი ფულს უბრალოდ კორუფციაში ხარჯავენ და მეორე რაც ამერიკისთვის იყო ტრაგიკული. თვითონ მათთანაც შეაღწია
ამ ასე ვთქვათ ვირუსმა და ბაცილა. ანუ რას გულისხმობ, რომ საქართველოში თუ მაგალითად ტრანსები გაყოლება ჩვენნაირ მართლმადიდებულ ქვეყანაში რაღაც პრივილეგირებულად, რომელიც მოსახლეობას გააღიზიანებს, ეგ გასაგებია, ეს ახლა აუცილებლად ამერიკის სხვადასხვა იქნებიან. იცი? ჩვენო ელჩები მეუნებიანო ჩვენო ფულსო ისეთ რაღაცებზე ხარჯავთო. მე იმ ქვეყნის ხელისუფლებები სადაც USA-д ესეთ საქმიანობას ეწევაო, გიბრაზდებაო და ტრად აგიქვავსო. კი, მაგიტომაც არის. ხო და არა მართლები. შალვა ბანდ მეორე მომენტია, რომ ანუ ეს არის უკვე სისტემის ლოგიკა, რომ ამ ხალხმა, ანუ რაღაცო გავაკეთოთ ჩვენ საქართველოში, მოდი ამერიკაში გავაკეთოთ და უცებ აღმოჩნდა, რომ ეს რაღაცებიც დაიწყო ამერიკაში და ანუ სულ რაღაც 4 წელი დასჭირდათ, მიუხედავად იყო რა მარაზმი არის ეს ყველაფერი. მე მგონი ძალიან დიდი ხანი დაიწყეს ამ აზე მოსვლა და ტრამპის პირველი ვადაც ამ აზე მოსვლასთან იყო დაკავშირებული, უბრალოდ ვერ გაკაჩა რა. ძლიერი იყო. და ომი დაეხმარა სხვათა შორის, იცი? რა თქმა უნდა. ომი ძალიან ბევრი რამე ომმა შეცვალა ბევრი. ომმა აჩვენა, რომ რაღაცეები, რაც მათ ეგონა რომ დამთავრებულიყო, არ იყო. პირიქით გამწვავდა. პირიქით იყო გამწვავდა. უნდა აღვნიშნო, მე და უთარი მოხდით მონაჯიზე. ესეთი საიტი იყო. კი, ჩვენ აღვნიშნეთ კიდევ. შენ სხვა მიზეზის მოხდით. მე და ოთარი მოხდით, იმიტომ რომ ორივე თქვით, რომ სხვა მომენტების კატეგორია. USAID აწყობს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას. ორივე თქვით ეს და ამიტომ ორივე მოხდით. Before is what თქვენ ესე იგი წამებულები ღმერთო აპატრიელებს სიმართლისთვის წამებულები. USAID არტვილი USAID Before it was cool. ნახე რა უხარია. მეორე პირადი რომ საჯაროვდა ეს ამბები. მარტო საქართველოში კი არა, აი მთლიანად რას აკეთებდა? ჩვენ რო ლაპარაკობდით რა არსებობს ლიბერალური ფაშიზმი, რა აფინანსებდა. განსხვავებული აზრი, მათ შორის კონსერვატიული აზრები, ყოფილიყო დისკრედიტირებული და ყველა ჩახშობილი. ჩახშობილი რითი? ფაქტ-ჩეკერების მიერ, სხვა ექსპერტების მიერ და თვითონ აი ბაბლების მიერ, ლიბერალების მიერ. დაკანსელების კულტურა რა, რომ შენ თუ ხარ კონსერვატორი, არ უნდა არსებობ. არ უნდა არსებობ საჯარო სივრცეში. საერთოდ არ უნდა გამოჩნდე. და ის რომ ჩვენთან ეს რეალობა იყო, ეს ამაზე პირდაპირ პასუხისმგებელი არის ჯერ მაშინდელი ადმინისტრაცია და მერე უშუალოდ ჩვენელ ქვეყნებში USAID. ეგრე აღმოჩნდა ყოველ შემთხვევაში ჩვენ გავიგეთ. მეორე მე ჩვენ ხშირად ვამბობდით ხო რომ არსებობს რაღაცა ესეთი კლასი რომელიც ავთენტური არა ქართულ საზოგადოებასთან. ის ქართულ საზოგადოებას არ უყურებს. აი ყოველთვის მიკვირს როგორ შეიძლება წინასაარჩევნო კამპანია აწარმოო ისე როგორც აწარმოებს ჩვენმა ოპოზიციურმა პარტიებმა. ანუ არ აწარმოებს. არ აწარმოებს. რეალურად ახსნა მოგვეპოვება, იმიტომ რომ ისინი იყვნენ პირდაპირ აი კორპორაციაში დანიშნული ადამიანები. გაგრძელებები იყვნენ ეს ყველა ეს პოლიტიკური პარტია, სიამოვნებაში პოლიტიკური პარტია არ ყოფილა. ეს ყველა ყოფილა აი ამ USAID-ის რაღაც გაგრძელებები, პროექტ მენეჯერები. პროექტ მენეჯერი, ხოშტარია პროექტ მენეჯერია, გირჩი პროექტ მენეჯერია, მომჯარია ხო პროექტ მენეჯერია და პროექტ მენეჯერია, გვარამია და ასე შემდეგ არ ჩამოთვლი ყველას. რას ნიშნავს იმას, რომ აი რეალურად საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს. ჩვენ რასაც უწოდებთ ოპოზიციას, ეგ არა ოპოზიცია. ხო, მაგრამ მე მაინც ყურადღების გამახვილებად ჩემს ნათქვამზე მინდა რომ შეაფასო, რომ ამერიკამ აღარ აპირებს აი ამ მეხუთე კოლონების AES დაფინანსებას. ამერიკა პირდაპირ აპირებს, აქვს იმის ერთი ადგილი, რომ პირდაპირ მივიდეს და დაელაპარაკოს ყველა ქვეყანას რა უნდა მას და ზელკა დადოს. აი რა. ერთსაც ვიტყვი USAID-ზე. პირადი მომები არა. გარდაცვლილზე, ან კარგ სამობედად არა. რატომ მოხდა ეს? თავის დროზე ყველაზე დიდი თანხა USAID-მა დახარჯა ვიეტნამში. იმიტომ რომ პროამერიკული ხელისუფლება ყოფილიყო. და ეს რეალურად მიიღო აბსოლუტურ საწინააღმდეგო. დღევანდელი ტრამპი ხო ცოტა ბიზნესიდან მოსული ადამიანია და ითვლის რომ ამერ ფულს ხარჯავთ იზრდება ამერიკული გავლენები ამ საზოგადოებაში. პირიქით. ხო. ლოგიკა შემდეგია რომ იმიტომაც დაარტყა რომ რეალურად ესეთი ორგანიზაციები არათუ არ უწყობდნენ ხელს ამერიკულ ჰეგემონიას, არამედ ხელს უშლიდნენ. გამოიწვიეს ამ ესეთმა ორგანიზაციებმა გამოიწვიეს მთელ რიგ მესამე სამყაროში და არ მარტო მესამე სამყაროში, ევროპულ სახელმწიფოებშივე გამოიწვიეს ანტისისტემური ძალების მოსვლა.
ან გაძლიერება, სადღაც მოსვლა, სადღაც გაძლიერება, ხო? და ჩვენ ძალიან ლოგიკურად დაინახა ტრამპმა, რომ ესეთი პოლიტიკის გაგრძელებით პირიქით ამერიკის ჰეგემონია, ესე იგი, მცირდება. მე დარწმუნებული ვარ, ტრამპი USA-ის არ გავხოს გარდაქმნის, სხვა პოლიტიკას დააკისრებს. ამერიკის პოლიტიკა დაემსგავსება იმას, რაც იყო 50-იან წლებში. და გავიხსენე, ამერიკის პოლიტიკა 50-იან წლებში იყო საკმაოდ ხისტი იყო. იმპერიალისტური, პირდაპირ გაგებით იყო იმპერიალისტური. ის მოდიოდა არ მაიმუნობდა თავს არ იწონებდა რომ მე ხა LGBT უფლებებს ვიცავ, ქალთა უფლებებს ვიცავ, ამით არ მაიმუნობდნენ. ამობდნენ რომ ჩვენი იმპერიისთვის, ჩვენი ძვირფასი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ჩვენ გვინდა რომ ესე იყოს. აი მოდით და თავაზეთ როგორ შეიძლება ის იყოს ჩემი. ან მაშინ ჩემ პირობებზე წამოდით. კომუნიზმს ვაჩერებ და არ მაინტერესებს ყველაფერი, შევიყვან ჯარს კორეაში, შევიყვან ჯარს საწმინდა. ეხლა იგივე ის არის, ხო? არა, ეხლა მე მგონი იგივე არ არის. ეხლა არის, მოდი ჯერ მოვილაპარაკოთ. არ გვინდა ეს ომები, როგორც ბიზნესმენს ომები არ ევასება. არ გვინდა ომები, მოვილაპარაკოთ. დილი გავაკეთოთ, აი ღაზაზე ვიღაცა დემოკრატებისთვის საშინელი რამ თქვა, რომ გაუშვათ ეს ხალხიო. ავანგრიოთო, ავაშენოთო და ისეთი კარგი ამბავი იქნება, ანუ რასაუბრს, რომ იმდენი მილიარდს შავდებთო ყველანიო. ერთად თუ მდიდარი ხალხია სოფლიოში, რომ იქ და არ შეიძლება საქართველოში სადმე გავაკეთებინოთ. ნუ არ არის გამორიცხული, ხო? ხო. იცი რა არის შალვა კაცობრიობის განვითარების ლოგიკა არის, რომ USAID უქმდება თუ ესე სხვა უქმდება. რატო? ხანახე ანუ ყველა იმ კაცობრიობა რაღაც მასობრიობაში ყველამ გაიგო რომ ანუ ადამიანების და მეტადრე სახელმწიფოებად გამოხატული ადამიანების მოქმედებების უკან დგას ინტერესები. და მეორე რაღაცა გაიგო რომ ეს რბილი ძალები უკანას დგას ხისტი ძალა. აი ეს ორი რაღაცა გაიგო და შესაბამისად უკვე რბილი ძალის ფუნქციონირება რაღაცნაირად კარგავს აზრს. რატო? ანუ შენ უკვე რომ 1000-ჯერ გეტყვიან ინტერნეტში ნახავ სხვადასხვა წყაროებს გაეცნობი რომ ეს რბილი ძალა მართლა იმისთვის კი არ არის რომ შენ აქ რაღაცა მწვანე ენერგიებზე რეკლამები გაგიკეთოს, არამედ იმისთვის არის რომ აგაყირაოს და ამას უბრალოდ კი არ ევეტყვით ესე ტელევიზიიდან ეს ასე არა დოკუმენტებს ვაჩვენებთ, იმ კადრებს ვაჩვენებთ, რომელიც მათი ამ მიტინგები და შეკრებებიდან არის ამოღებული და ჩვენებს ამას ჩვენ უკვე აღარ ვაჩვენებთ, აღარ არის ისინი თვითონ არა, ეს ჩვენ ვაჩვენებდით, ხო, ვაჩვენებდით. მან დამთავრდა თემა. ჩვენ ზივართ და ჩვენ უყურებთ ეხლა. ჩვენ ადრე ვაჩვენებდით, ხო? იმათ უფრო кай კადრებია. იმათ უფრო კარგი კადრებია და უფრო კარგი ინფორმაციაც აქვს ზუსტად. 100%-იანი. მაგითო იყო რომ როცა მასკის ხალხი შევიდა ოფისში, ვიღაცა დაცვა გაუწია შეწინააღმდეგობა და მე მგონი გააგდეს ის ხალხი. ხო, ანუ ესეთი რაღაცეები ხდება, ნახე რომ ანუ კაცობრიობა იზრდება და უკვე აი ეს მრავალპოლუსიანობას ასაც ვეძახი, აი ესეთი იქნება, ანუ მეფე შიშველია, ანუ ძალაუფლების მეფე არის, ანუ მე არ ვამბობ კონკრეტულ ამერიკის, აი თვითონ ანუ ძალაუფლების ბუნება რო წარმართავს. ახალ სტილზე მართვისა, ახალ სტილზე საერთაშორისო ურთიერთობისა, რა კომენტარს გაკეთებდი მე რაც თქვა. ხო, მე ვიტყოდი რომ ეს არის კარგი რაღაცა, ეს შეიძლება ეხა ტრამპის ყველა ძელკა, ყველა ჩვენგანს არ მოგწოდეს, მაგრამ ის რომ რაღაცები ერთი მოგეწონოს რა. ანუ სინათლეზე რომ გამოდის, ეს არის კარგი და ჯობია მე არ მინდა მაგალითად ის რომ ამერიკა იყოს სუსტი, იმიტომ რომ ამერიკამ რუსეთი და ჩინეთი უნდა დააბალანსოს და პირიქით. და სწორედ აი ამ ბალანსის და ამ ეკვილიბრიუმის მდგომარეობაში ჩვენ არის სახელმწიფოებს თუ გონივრულად მოიქცევით, როგორც ბოლო 4 წელია ვიქცევით, ბევრად მეტი შანსი გვაქვს ვიდრე რომ ამერიკა იყოს მონოჰეგემონი ან რუსეთი და როდესაც შენ მოდიხარ და ეუბნები რომ მე მინდა რომ აი აქ რაღაცა გზამ გაიაროს. ან რაღაცა სტრატეგიული ამბავი შენგან მინდა ამერიკა გეუბნება რომ აი რაღაცა მომეც. აუ შენ დაგელაპარაკები, NGO-ებით კი არ ამოგაყირავე. ოღონდ მე უცებ მეორე იყო რაც აქამდე იყო. მეორე ხდებოდა რომ მოდიოდნენ მილიონებს, ათეულობის მილიონებს, ასეულობის მილიონებს ახარჯავდნენ აი ამ ჩათლახებს, მართლა არამზადებს და გარყევდნენ რა. და ყოველთვის მეტი შანსია გარიგებაში მეტი ამოიღო ვიდრე აი რაღაცა ერთ რაღაცას ვიტყვი საქართველოს და ამერიკის ურთიერთობა რა არ გაფუჭდებოდა საქართველოს ქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა ამერიკასთან უბრალოდ მოხდა ის რომ გითხეს რომ თქვენ ახლა უნდა შეეწიროთ ზვარაკად მომეცი ვაჭრობა შეგიძლია უთხრა მომეცი უვიზო მომეცი ვაჭრობა ეს ის
ფრენა მომეცი პირდაპირ. ბევრი რამე შეიძლება რაც შეიძლება გამოივადეს. ამერიკას რეგიონში ეყოლებოდა ძალიან პარტნიორი ჩვენაირი. არ არის გამორჩეული რომ ყავდეს კიდე. მან თავარი რა არის იცით? ჯერ ერთი საზოგადოება მოტყუებული არ უნდა დარჩეს, ანუ ვერ ხო არის კატეგორია ხალხის რომ ვერ გაურკვევია რა ხდება. ვიღაცას ელენე გონია პატრიოტი. არის ეგეთ ხალხი დარჩა. გონი გაკილო არის. ვიღაცას გიჩი ზურაბა გონია და ასე შემდეგ რა. ხო, ეხა ანუ ეს ხალხი შეერთებულ შტატებს აქვს თავისი მიზნები და ამოცანები. ამას ახლა გინდა იმპერიალისტური დავარქვათ და რაც გინდა ის დავარქვათ. მან თავისი მისაღები უნდა მიიღოს. როგორ ჯობია პირდაპირ მოვიდეს მოლაპარაკებით წაიღოს თუ პირდაპირ წაგართვას თუ წაგიბილწოს ახალგაზრდობა მომავალი გარემოზე არ არის შენი სარწმუნოება და ასე შემდეგ დანარჩენზე ღირსება აღარ ვლაპარაკ ღირსება შეურაცხყოფილი ისედაც იქნება ვინმე რამეს წაგართმევს მაგრამ მომავალთაობას ღუპავდნენ და აქცევდნენ ხო ასეა რა როგორც მათი სული იყო ქვეყნისა ტრანსგენდერიზმი ისე შენი უნდა ყოფილიყო სხვა შემთხვევაში შედეგს ვერ მიაღწევდი გამორიცხულიო ამას ჯობია თქვათ რაღაცა უთანასწორო ბრძოლაში ჩვენი წინაპრები ამბობდნენ ხოლმე უთანასწორო ბრძოლაში სიკვდილი ერჩივნათ ვიდრე რაღაცა ვიღაცისთვის ისე დაეთმოთ რომ ოჯახები წაებილწათ და ქვეყანა წაებილწათ და ასე შემდეგ ანუ ეს ხალხი ყველანაირად მორალს მიღმა გვანგრევდნენ ეს ხალხი ცდილობდნენ რომ როგორც ჩვენი ქვეყანა ისევე პატარა ქვეყნები პირველ რიგში როგორღაც იქნება დაეპყროთ, დაემონებინათ და შემდეგ გადაეყლაპათ. ანუ გადაეყლაპათ, რა თქმა უნდა, ამაში იგულისხმება ის, რომ გადაყლაპული იქნება ახლა ტრანსგენდერი. ვარამია რომ ხელისუფლებაში გეყოლება და ელენე რომ ხელისუფლებაში გადაყლაპული ხარ და დამთავრებულია შენი ამბავი, ხო? ქვეყანა 100 წელი კიდევ აღარ გასწორდება წელში. რაც არ უნდა იყოს. ანუ ეს იყო ბოროტება. ჩვენ ხო ვამბობდით და კიდევ ვიტყვით ბევრი ხანი. ამას თვითონ უკვე შეერთებული შტატების ახალი ხელისუფლება, რომელსაც ძალიან ბევრი მხარდამჭერი ყავს, ისინი ამბობენ, რომ ეს იყო ბოროტება და ამ ბოროტებას გამოუცხადეს ომი. მოიგეს პირველი ეტაპი. ამ რა თქმა უნდა. პირველი ეტაპი ამ ბოროტების გრევა დაიწყო საქართველოსთან. ხო ფაქტია. ფათაშოლის მართალია. საქართველოსთან. ანუ საქართველოში მოვიდნენ ბასტიონს ჩვენ რომ ვამოვდით ხო გახსოვთ საქართველოს რაღაცა ისეთი ლამაზი სიტყვები გონია სუფრის სიტყვები საქართველოს არის უკანასკნელი ბასტიონი სადაც თქვათ რაღაცა შემოსული მტერი აქ დამარცხდება და აეჯახეთ მოხდა თუ არა ანალოგიური როგორც საუკუნეების წინ აღმოსავლეთიდან წამოსული მტერი ჩერდებოდა საქართველოში და დასავლეთში იყო შემთხვევები რომ ვეღარ მიდიოდა ისე მოხდა ეხლა დასავლეთიდან წამოსული ამაზე დიდი მტერი და მონსტრი არ არსებობდა 500 მილიონი არის ევროპა ცოტა მეტი 300 მილიონი ხო არის ამერიკა ნუ ეხლა ამათი ნაზავი იყო ამათი ფინანსების ჯამი იყო როგორც USAID-ზე თქვა ბოლოს ითქვა 40 მილიარდი ბიუჯეტი ჰქონდა წელიწადში ხო და ნუ ეხლა ევროპაში ხო ჰქონდათ ერთი მინიმუმ 10 მილიარდი რაღაცა ევროპული ფონდების არის როგორ მილიარდიანი მონსტრი რომელსაც ორჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს საქართველოს ბიუჯეტზე ამ ეტაპზე რაც ვიცით და სანამ ჩვენ აქ საუბრობთ იმდენი რამე გამოვა კიდე სააშკარაოზე რომ აი საოცრებაა პირდაპირ ისეთ რამებს ვიგებ მე არაფერი არ მიკვირს იმიტომ რომ რაში ხარჯებოდა ხო გავიგეთ ველოდები ეს ძალიან ცოტა ეს არის რაღაცა აისბერგის წვერი რაც ეხლა გამოჩნდა ეს არაფერი არ არის ხალხო ხო და ეს ამხელა ბიუჯეტი მოვიდა საქართველოში და აქ დაიწყო მათი დამარცხება, მათი დასასრულის დასაწყისი. საბოლოო ჯამში ჩვენ ვერ გაგწდნენ ესენი, რა თქმა უნდა, ამაში დიდი წვლილი შეიტანა ახლა ტრამპის ადმინისტრაციამ და რაღაცა სამაშველო რგოლი გადმოგვიგდო. მე მგონი თავის თავს დაეხმარნენ პირველ რიგში. არა, რა თქმა უნდა, ისინი თავის თავს დაეხმარნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამასობაში სულზე მოგვისწრო. ისეთ მდგომარეობაში ვიყავით. რა თქმა უნდა, სულზე მოგვისწრო, რამე შემდგომში თუ ტოტლებენივით არ ჩაგვიტარა, ეხა ამ წუთში ძალიან მოგვეხმარა. ანუ ამხელა მონსტრი შევეჭიდეთ და ფაქტიურად დავამარცხეთ. ანუ თურმე რა ხდებოდა ხოლმე საქართველოში ხო? ისტორიაში თურმე რაღაცეები იყო
რაღაცა მრავალრიცხოვანი არმიები, ჯარები, რაღაცა მცირერიცხოვანი ქართველები, ვაჟკაცობა. აქ მთავარი რა არის, რა ვერ გათვალეს ამ ხალხმა. როდესაც საქართველოში მოდიოდნენ და როდესაც დარწმუნებულები იყვნენ, რომ აი იმ თავიანთი ინსტრუმენტებიც აღარ არიან უკვე, ხო? ჩვენ ხო ვამბობდით და მაინც ზოგიერთი ადამიანისთვის რა არის, იცი რომ თან არ ჯერა, რომ საქართველოში ამდენი მოღალატე როგორ შეიძლება იყოს. მაგრამ ეხლა დღეს ხო ყველაფერი გამოჩნდა, პირდაპირ გამოჩნდება, კაცო, იქ ჯერ ხო იმაზე არ გადასულა, რა ქვია, იმ სოროსზე, ხომ არ გადასულა. ევროპაზე ხო არ გადასულა. ჯერ ხო არ გამოჩენილა თქვათ იმ იქ ლიდერებს რამდენს სოროსი USAID აფინანსებდა სოროსის ფონდს, მე მგონი. უყურე სოროს ფონდის მეშვეობითაც ხო მიდიოდა. სოროსი იხდიდა თუ არა, ფულს ეგ არის საინტერესო რა. ასე რომ ქართველებმა როგორც ყოველთვის ყველა ეპოქაში გადავიტანეთ დიდი დარტყმა, ძალიან დიდ ტერს გაუძელით და შესაბამისად დავამარცხეთ ქართველების გონიერებით. სოროსი იმას აფინანსებს ახლა ძალიან ბევრ ეგრეთ წოდებული პოდკასტერს აფინანსებს. კი, იმიტომ რომ მიხვდა. ეხლა შემდეგი შეკითხვა. სოროს ევროპაში არის, ევროპაში. საკითხი და განათლებაში ჩადო, განათლება თუ ქვია მაგას, განათლებაში ჩადო. განათლების დანგრევაში. ნუ ხო, სპეციფიურ განათლებაში. მეგობრებო, მოდი ეხლა როგორ აისახება დღეს რას უყურებთ ამ ქართულ შუაპოზიციაში, რა ვითარება. მეგობრებო, ეხლა ვლაპარაკობთ, მაგრამ რეკლამასაც უყუროთ, რეკლამა.